საერთაშორისო ასოციაცია საქართველო მეგობრობისთვის უკვე 7 თვე არა ციკლებს მეორე მსოფლიო ომში გერმანელთა ტყვეობიდან გაქცეული ქართველი ჯარისკაცების ისტორიას, რომლებიც იტალიაში ანტიფაშისტურ მოძრაობას პარტიზან გარიბალდელებს შეუერთდნენ. მათი თქმით, ქართული საზოგადოებისათვის ფორე მოსულიშვილის გარდა უცნობია სხვა ქართველი გმირების შესახებ, რომლებიც პარტიზანულად იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ და რომელთა საპატივცემლოდაც იტალიის ქალაქებში ქუჩები, მემორიალური დაფები და სხვა ძეგლებია გახსნილი. საღამოზე სიცოცხლის სახელით ორგანიზატორებმა მოწვეულ სტუმრებს 7 თვის განმავლობაში მოძიებული მასალები წარუდგინეს და გააცნეს ქართველი პარტიზანი გარიბალდელები, მათი ისტორია. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ ქართველ პარტიზანთა ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილები, რომელთაც უშუალოდ გაიხსენეს გარიბალდელები და ისაუბრეს მათ შესახებ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის თემას. ეს არის ქართველი პარტიზანები იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობაში, პარტიზანი გარიბალდელები. ამ ადამიანებს საქართველოში არავინ არ იცნობს, იმიტომ რომ ფორე მოსულიშვილის გარდა სამწუხაროდ არავინ არ ვიცით. დღევანდელ დღეს ჩვენ დავარქვით სიცოცხლის სახელით, იმიტომ რომ ეს ადამიანები საქართველოს უნდა გავაცნოთ. ეს არის იმ კვლევების ნაწილი, რაც მოვასწარით და 7 თვის განმავლობაში გამოვიკვლიეთ. 1987 წელს სოხუმში მე-11 სკოლაში გაიხსნა საოცარი მუზეუმი, მასაც ერქვა სიცოცხლის სახელით და იმ მუზეუმში იყო პირველად წარმოდგენილი ქართველი და იტალიელი პარტიზანების გარიბალდელების მასალები. იტალიაში პარტიზანულ რაზმთან ერთად იბრძოდა აფხაზეთელი გიორგი გაგილაძე, რომელიც სულ რაღაც 18 წლის იყო, როდესაც გარიბალდელებს შეუერთდა. მას მრავალ საბრძოლო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მისი ძირითადი მოვალეობა დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლების მოვლა პატრონობა იყო. იტალიელმა პარტიზანებმა ზედმეტსახელად დოტორე ჯორჯო, იგივე ექიმი გიორგი შეარქვეს. მას მინიჭებული აქვს იტალიის გმირის წოდება. ნოვარის პროვინციაში არსებულ მემორიალურ დაფაზე კი გიორგი გაგილაძე საპატიო ადგილს იკავებს. 2016 წელს თბილისის მერიის ინიციატივით ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას გიორგი გაგილაძის სახელი დაერქვა. გიორგი გაგილაძე, რომელიც იბრძოდა ფორე მოსულიშვილთან ერთად ბრიგადაში. ბატონი გიორგი იტალიის გმირი არის, ის არის გარიბალდის ვარსკვლავის კავალერი. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და მას იტალიაში იცნობდნენ ზედმეტი სახელით დოტორე ჯორჯო, ექიმი გიორგი და მის გარდა აფხაზეთიდან კიდევ 13 ადამიანი არის, ვინც იტალიაში იბრძოდა. დღევანდელი საღამო ეძღვნება ქართველ გარიბალდელებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ იტალიის მთებში. მათ შორის იყო ჩემი მამა გიორგი გაგილაძე, დევნილი აფხაზეთიდან, რომელიც 17 წლის ასაკში მოხალისე წავიდა ფრონტზე. ის უკვე საშუალო განათლების მედიცინის მუშაკი იყო და აფთიაქის გამგედ მუშაობდა ქერჩში. ალყა შემოარტყეს გერმანელებმა და იქ მოხდნენ ტყვეთ. წაიყვანეს ჯერ გერმანიაში, მერე იტალიაში და იტალიაში ახლა დაამყარეს კავშირი პარტიზანებთან, გაიქცნენ ტყვეობიდან და შეუერთდნენ პარტიზანულ რაზმებს. იმ დღიდან მამა იყო უკვე მე-20 ბრიგადა სერვადეის პეპინოს ბატალიონის ჩვეულებრივი წევრი პარტიზანი. არაერთხელ ყოფილვარ იტალიაში მამას მეგობრების მოწვევით, განცვიფრებული ვიყავით მათი სტუმართმოყვარეობით, მასპინძლობით და გარდა ამისა იმით, თუ როგორ სათუთად უვლიან ისინი ქართულ პარტიზანთა საფლავებს. ასოციაცია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ისინი აგრძელებენ კვლევას და საზოგადოებას პერიოდულად სიახლეებს გააცნობენ.